ამასობაში უკრაინაში. ამ ვიდეოში მოვყვები რა მოხდა საინტერესო ფრონტზე ბოლო დღეების განმავლობაში. სანამ ყურებას დაიწყებ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ჩემი YouTube არხი, Telegram არხი და Facebook გვერდი. აგრეთვე მხარდაჭერის სურვილებმა აუცილებლად გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე და კომენტებშიც ვაგდებ შიგადაშიგ. ხო, რა იყო ახლა საინტერესო? მოკლედ ეს უპილოტოებით შეტევები ერთმანეთზე გრძელდებოდა. ყოველღამეა რაღაც რაოდენობა იქიდანაც, აქედანაც. უმეტესობას ორივე მხარე აგდებს, მაგრამ შიგადაშიგ გაძვრება ხოლმე რაღაცები. ესე მაგალითად გუშინ რუსებმა გაარტყეს ოდესაში რამოდენიმე შახედი მოხდა. ქვესადგური იყო სამიზნე და 220,000 კაცი დარჩა უშუქოდ. თავის მხრივ უკრაინელებმა აქეთ სამარის ოლქში არის ქალაქი სიზრანი, ხო და იქ გაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. აი აქ არის სიზრანი. და აქაც ხანძარი იყო. ხო, რა ხდებოდა ახლა თვითონ უშუალოდ ფრონტზე. წინა კვირების განმავლობაში თავის კონტრშეტევებით უკრაინელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ძირითად მიმართულებაზე და ძირითადი მიმართულება მაინც პაკროვსკის მიმართულება იყო. რუსების შეტევები პრინციპში შეაჩერეს, აი აქ. და არ მისცეს საშუალება, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრამდე მისულიყვნენ. ხო, რუსები გააქტიურდნენ სხვა მიმართულებებზე, კერძოდ აი აქ ველიკაია ნოვოსილკას მიმართულებაზე, გადავიდნენ შეტევაზე, რაღაც მინდვრების აყდენი პუნქტები აიღეს და აი აქ დაიკავეს სოფელია ნოვოსილკა, პატარა სოფელია, ეს სოფელი აიხეს. ეს არის ნოვოსილკა. ხო, აგრეთვე რუსებს წინსვლები ჰქონდათ კურახოვოს მიმართულებაზე, ეს კურახოვოს ჯიბე. გარკვეულწილად პრინციპში ეს ჯიბე თითქმის ამოავსეს. აქ არის მოკლედ სოფლები დაჩნე, ზილიონე, ულაკლი, ანდრეევკა. ეს სოფლები აიღეს სულ ყველა. და ეხლა ბრძოლები მიდის სოფელი კონსტანტინოპოლია და ეს კონსტანტინოპოლსაც რო აიღებენ, ეს ჯიბე მთლიანად დაიხურება რა. ეს პაკროვსკის მიმართულებაზე როგორც თქვი, აი აქ წინ ვეღარ წაიწიეს. უკრაინელები მაგრად განან, კონტრშეტევები რაღაცები. ხო, წინსვლა ჰქონდათ პაკროვსკის აღმოსავლეთით. აი აქ დაიკავეს სოფელი ზილიონაეპოლი. ეს არის ზილიონაეპოლი. ტორეცკის მიმართულებაზე პრინციპში არაფერი საინტერესო აღარ მოხდა. ხო, ჩასოვი არის მიმართულებაზე ჰქონდათ რუსებს გარკვეული წინსვლები აქეთ სამხრეთით. აი აქ წაიწიეს და ეხლა ბრძოლები მიდის აი სტუპეჩკია სოფელი ამის მისადგომებთან. ხო, როგორც იძახიან, მთავარი სამიზნე უახლოესი ხანების შეიძლება გახდეს აი ეს ქალაქი კონსტანტინოვკა რა. სამი მხრიდან შეუტევენ რუსები, ჩასოვი არის მხრიდან, ტორეცკის მხრიდან და აი აქ მირნოგრადის მხრიდან რა. ხო, ესე იძახიან, ნახოთ რა მოხდება. ხო, რაღაც წინსვლები ჰქონდათ რუსებს ლიმანის მიმართულებითაც. აი აქ დაიკავეს სოფელი იამპოლოვკა. აქ უნდა იყოს სადღაც იამპოლოვკა. ეს არის იამპოლოვკა. მცირედი წინსვლები ჰქონდათ კუპიანსკის მიმართულებაზეც, კუპიანსკის ჩრდილოეთით. აი აქ სოფლების დვორეჩნეს და ფიგულევკის მიდამოებში კიდევ უფრო გააფართოვეს პლაცდარმი. ხო, რაღაც შედეგები ჰქონდათ რუსებს, რაღაც არა, კაი შედეგები ჰქონდათ კურსკის მიმართულებაზეც. არის კურსკის მიმართულება დამეკარგა. ხო, აი აქ
კურსკის შვერილზე. მოკლედ აქ დაიკავეს ეს სოფელი სვერდლიკოვო, საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი სოფელი. ამით მნიშვნელოვნად გააუარესეს უკრაინელების მდგომარეობა და როგორც დღეს გავცელდა ინფორმაცია, აი სადღაც აქ სოფელ ბასოვკას მიმართულებით გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი და წამოიწყეს ახალი შეტევა, რომლის მიზანია აი ამ გზის გადაჭრა, იუნაკოვკა-სუჯა. ეს არის მთავარი არტერია, რომლითაც მთელი ეს კურსკის ოლქში არსებული უკრაინული დაჯგუფება მარაგდება. პრინციპში მთავარიც არის და ერთადერთი გზაც არის რა. ეს თუ გადაჭრეს, მთელი ეს კურსკში არსებული უკრაინული დაჯგუფება ხვდება ალყაში. ეს ინფორმაცია გააჟღერა თვითონ პუტინმა. ამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. დღეს აღნიშნა, რომ 1 საათის წინო ჩვენი ჯარები გადავიდნენ შეტევაზე, გადაკვეთეს საზღვარიო. ხო, და მე ვფიქრობ, რაღაც წარმატებებიც აქვს, თორე რატო ახსენებდა ეხა პუტინი, ვინ ეკაჩებოდა ენაზე. უკრაინელები ძახიან მოვიგერიეთო, რაღაც ჯგუფები გავანადგურეთო, მაგრამ მე არ მგონია, რომ თლათ ესე იოლად იყოს აქ საქმე. ტყუილა არ იტყოდა პუტინი. ესეთ ინფორმაციას არ გააჟღერებდა, რაღაც წარმატება რო არ იყოს. ნახოთ ხვალზე უფრო ნათლად გამოჩნდება ყველაფერი. ხო, ეს არის ძირითადად რაც ხდებოდა ფრონტზე და იქით მეორე ფრონტი აქვს უკრაინას გახსნილი ინტერნეტში ამერიკელებთან. ტრამპმა გუშინ 4% აქვს რეიტინგიო მაგასო, დღეს ზელენსკი გამოვარდა და რისი 4%, 57 მაქვს. დღეს დადეს რაღაცა გამოკითხვის მონაცემები. მერე ტრამპი გამოვიდა გააშაყირაო მაგას თუ 57 აქვს, რისი ეშინია ჩაატაროს არჩევნები მოუგია და ეგ არისო. მერე ზელენსკიმ ტრამპიო დეზინფორმაციის ველში არისო, რუსულ ნარატივებში ზისო და რაღაცეები. მერე დიმესი გამოვარდა და სოციალურ ქსელებში ეგ აზე მოვიდესო, რეებს იძახისო ტრამპზეო. მართლა უცნაური ხა ამერიკის პრეზიდენტზე რო იძახი, რომ დეზინფორმირებული, ანუ ინფორმაცია არ აქვს რა. 19 სპეცსამსახური ყავს და რამოდენიმე ათასი სადაზვერო ის რა ქვია, ხელოვნური თანამგზავრი და ეხა არ იცის მაგან რაღაცეები, ხო? ძნელი წარმოსადგენია. მე ერთი დეპუტატია მარიანა ბეზუგლაის გამოვიდა და ტვიტერში ტრამპი რუსკი კარაბლის გზისკენ გაუშვა და მოკლეთ რა. ამბავია, ჩემ ტიკტოკში არ ხდება ხოლმე ეგრე რა. აი ესეა რა მოკლედ. ფრონტის ამბები. მიწაზეც და ინტერნეტშიც.